ნებისმიერი ერის იდენტობის განსაზღვრისა და შენარჩუნებისათვის გადამწყვეტია ფასეულობები. რადგან ფასეულობები არის ის ორიენტირი, რომელიც ეგზისტენციალურ საზრეს აძლევს საზოგადოებას, ეხმარება მას სწორი არჩევანის განსაზღვრასა და მართებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ფასეულობათა სისტემის გარეშე ადამიანს უბრალოდ არსებობა არ შეუძლია. მარტივი მიზეზის გამო, რადგან ფასეულობა აყალიბებს ჩვენ მსოფლმხედველობას, ყოფას, მსოფლ აღქმას, ცხოვრების კონცეფციას და საბოლოოდ სამყაროსადმი ჩვენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს. ყველა სახელმწიფო თავის მზერას მიაპყრობს მომავლისკენ. თუმცა დღეს მსოფლიოში ამ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე თითქოს და ყველა ხალხს ავალდებულებს, რომ თავისი მზერა მიაპყროს წარსულს. რატომ? იმიტომ, რომ მას სწორედ იქეგულება ის ფასეულობა, რამაც ნებისმიერი ქვეყნის დღევანდელ დღემდე მოყვანა განაპირობა. ამდენად, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ერისთვის მოიძიოს და დანარჩენ მსოფლიოს წარუდგინოს ის, რაც განსაზღვრავს მის იდენტობას. თუ ნაციონალურ ერთობას უნდა სრულფასოვანი არსებობა და საზოგადოებას უნდა სწორი განვითარება, მისი გარანტი აუცილებლად მისი იდენტობაა. ქართული იდენტობის სახელმწიფოებრივი დასაფუძვლება ძველი წელთაღრიცხვის მე-3-მე-3 საუკუნეებს და ქართლის პირველ მეფეს ფარნავაზს უკავშირდება, რომელთანაც უკვე აი ამ ძალიან ძველ დროს ჩანს ქართული ერთობის ფასეულობათა სისტემის სამი მთავარი მსაზღვრელი. ესაა სახელმწიფოებრიობა, რელიგია და ენა. ეს სამი ნიშნული რჩება ქართული იდენტობის ძირითად მახასიათებლებად მთელი მისი ისტორიის მანძილზე. წინაქრისტიანულ ხანაში ყალიბდება ქართული იდენტობის სამი მთავარი ატრიბუტი. ფარნავაზი ქმნის მეფობის ინსტიტუტს, ქმნის მთავარ რელიგიურ კულტს და თვითცნობიერების ამ ორ მსაზღვრელს მესამე მსაზღვრელით ქართული ენით ადუღაბებს. ფარნავაზისა და აზოს დაპირისპირებაში ყალიბდება მეფობის ინსტიტუტი ქართულ საზოგადოებაში. აზო არ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და სხვადასხვა მოსაზრება ამაზე რატომ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზეზით. ის მათი ღირებულების გამზიარებელი არ აღმოჩნდა. აზომ არ მიიღო ქართველთა თვითცნობიერების ორი მახასიათებელი, რელიგია და სახელმწიფოებრიობა. ქართლის მმართველი მამასახლისის განდევნით და თავისი რვა ამონათესავე გვარის ჩამოყვანით აზომ გააუქმა ქართლში არსებული მმართველთა ინსტიტუტი. აზომ აგრეთვე არ ისურვა ქართული წარმართული კერპების თაყვანისცემა და შემოიტანა ახალი კერპები. ამით აზომ ის ორი ტრადიციული ფასეულობა, რომელიც ჰქონდათ ქართველებს, მამათარჯული და ნათესაობა დაარღვია, რომელსაც ქართული საზოგადოება ანიჭებდა ყოველთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას. ამას მოყვა სწორედ აზოს განდევნა. განსხვავებით აზოსაგან, ფარნავაზი სრულიად მისაღებია ქართული ერთობისათვის. ის ქმნის მეფის ინსტიტუტს პირველად, აღადგენს მცხეთელების შელახულ უფლებებს, არ უარყოფს აზოს კერპებს, არ უარყოფს ქართველთა ძველ კერპებსაც, თუმცა შემოაქვს ახალი არმაზის კერპი, რომელიც მის სახელთან ფარნავაზთან ასოცირდება. ის ფაქტიურად არის ერთღმერთიანი წარმართობის შემომტანი ქართლში. ფარნავაზი არის ღვთისმრჩეული და ხალხის რჩეული, რადგან პასუხობს და იცავს ქართული თვითცნობიერების ორ ნიშნულს, განსხვავებით აზოსგან, სახელმწიფოებრიობას და რჯულს. ფარნავაზი უკავშირდება ეგრისის მმართველ ქუჯის და მასთან ერთად ამარცხებს აზოს. ეს მომენტი ძალიან საყურადღებო და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული თვითცნობიერების გაგებისათვის. ეს არის მომენტი, როდესაც სახელმწიფოებრიობა დაძროვნებს არა მარტო ფარნავაზი, რომელსაც გააზრებული აქვს და უნდა კონდეს კიდევაც საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მომწიფებული და გამართლებული პროცესი, არამედ ქუჯიც. ეს კარგად ჩანს მიმართვაში ფარნავაზისადმი. ქუჯი ასე მიმართავს ფარნავაზს. შენ ხარ შვილი, თავთა მართ ქართლისათა. შენ გმართებს უფლობა ჩემი. შენ ხარ უფალი ჩემი, მე ვარ მონა შენი. პირველად ქართული იდენტობის ისტორიაში ფიქსირდება
პოლიტიკურად ძლიერისაგან პოლიტიკურად სუსტისათვის გვირგვინის გადაცემა. დასავლეთ საქართველოს მმართველი ქუჯი, ლეგიტიმური მეფე, რომელსაც ყველა წარმატება და ყველა უფლება აქვს, გვირგვინს გადასცემს დევნილ და ერთგვარად ხელმოცარულ ფარნავას. ამით დასტურდება, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის დასაწყისში უკვე არსებობს ერთსულოვნების შეგნება. მესამე და მთავარი, რაც გააკეთა ფარნავაზმა, არის ის, რომ მან განავრცო ენა ქართული და აღარა იზრახებოდა სხვა ენა, ქართლსა შინა, თვინიერ ქართულისა. ფარნავაზმა ქართულ ენას განსაკუთრებული პრივილეგია, სახელმწიფო ენის სტატუსი მიანიჭა. ფარნავაზმა სახელმწიფოს ერთგვარ დუღაბად გამოიყენა ქართული ენა. ერთიან მონარქიასა და რწმენაზე დამყარებული ქვეყანა მან შეკრა ენით, შეაკავშირა ქართული ენით. ქართულ ენას ზოგადად არასდროს ქონია მხოლოდ კომუნიკაციის დატვირთვა ქართული ერთობისათვის, არამედ მას უფრო მეტად ფასეულობითი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამრიგად ამ დროს წინა ქრისტიანულ ხანაში ქართულ ერთობაში უკვე არსებობს შეჭიდულობის შეგნება. ქართული ერთიანი სახელმწიფო ჯერ კიდევ დიდი ხანი მე-10 საუკუნემდე არ იქმნება, მაგრამ ერთიანი თვითცნობიერება უკვე ჩანს. როცა სახელმწიფოებრივად აზროვნებს როგორც პოლიტიკურად ძლიერი, ისე პოლიტიკურად სუსტი, რადგანაც მათ შორის ძლიერი შეჭიდულობაა. რაშია შეჭიდულობა? შეჭიდულობა აზროვნებაში, შეჭიდულობა იდეაში. ქართული ერთობა მმართველებს ირჩევს არაეთნიკური ნიშნით, არამედ გაზიარებული ღირებულებებით. ქართული ერთობის წევრი, განსხვავებით სხვა ერთობებისგან, შეიძლება გახდეს უცხოელი, თუ ის არის ეთნიკურად თვითცნობიერების ყველა ნიშნულს თუ მიიღებს. და პირიქით, ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება გარიყოს ეთნიკურად ქართველი, თუ ის არღვევს ამ ფასეულობებს. ამის ალბათ ძალიან კარგი მაგალითი არის ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე, სპარსელი მირიანი და ეთნიკურად ქართველი მეფე ფარნაჯომი, რომელმაც დაარღვია რელიგიური ნიშნული, რისთვისაც განდევნა ის რელიგიური ნიშნით შეკავშირებულმა ქართულმა საზოგადოებამ. ქართული ერთობის მახასიათებელი ყოველთვის იყო ერთსულოვნება იდეაში. ვფიქრობ, სწორედ ეს აკლია ქართულ საზოგადოებას დღეს, როცა არჩევანი კეთდება არა ფასეულობების, არამედ მოსალოდნელი კეთილდღეობის სასარგებლოდ.